იმის დამიხედვით თუ რომელ ბალბაზეა საუბარი, ზოგი მას დეკორატიულ, ზოგიც კი აბეზარა მცენარედ მიიჩნევს. სინამდვილეში კი ბალბას ყველა სახეობა ბუნების ჩვენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილი საჩუქარია. ის ბევრ ქვეყნებში ძალიან გავრცელებული კულინარიული და სამედიცინო გამოყენების მცენარეა და ამ ასპექტით მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მაგალითად არაბულ ქვეყნებში ის ერთ-ერთი საყვარელი და ძირითადი პროდუქტია კერძების მოსამზადებლად. მას როგორც უმაც სალათებში, ასევე ჩაშუშულ კერძად გამოიყენებენ. თუმცა ის ჩვენი ინტერესის საგანი დღეს მხოლოდ მისი სამკურნალო თვისებების გამოა. მრავალფეროვან სარგებელს შორის ბალბა თავისი და მამებელი თვისებებით გამოირჩევა. ამ მხრივ ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან მდიდარია ლორწოვანი, გელის მსგავსი ნივთიერებით, რომელიც მის წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. სწორედ ეს ანიჭებს მას უნიკალურ და მამებელ თვისებას და მაგალითად ყელის ტკივილის და კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისა და ღვიძლის თვალის დროს ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად აქცევს. ბალბა თავისი დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი თვისებების გამო შესანიშნავი პროდუქტია კანისთვისაც. ამიტომ ის ხშირად გამოიყენება ძვირადღირებულ კრემებში, ლოსიონებსა და ბალზამებში მშრალი, მგრძნობიარე და ანთებული კანის პრობლემების შესამსუბუქებლად. საჭმლის მომნელებელი სისტემა, სწორედ ეს იყო მისი ისტორიული გამოყენება, რადგან მისი ლორწო მალამოსავით ედება ნაწლავებს და გაღიზიანებას აღმოფხრავს. თუნდაც ბალბას უბრალო ჩაი ამშვიდებს კუჭ-ნაწლავს და ტრაქტის წონასწორობას აღადგენს. ბალბას დამამშვიდებელი თვისებები ვრცელდება რესპირატორული ჯანმრთელობის სფეროშიც, სადაც ბალბა ამებს ყველას, შეშუპებას და ყელის ტკივილს. მისი გამოყენება რეალურ შვებას კვრის გაციებულ ან გრიპით დაავადებულ ადამიანს. ბალბა ანთების საწინააღმდეგო ძლიერი ნაერთების არსენალს წარმოადგენს. ის შესანიშნავი მცენარეა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სახსრების ტკივილს, ართრიტის და კანის ანთებით მდგომარეობას უჩივის. მას ყველა სხვა სიკეთესთან ერთად შარდმდენი თვისებებიც გააჩნია. იმის გამო, რომ ის ხელს უწყობს შარდის გამომუშავების გაზრდას, ის თავიდან აგარიდებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სითხის შეკავება და შესაბამისად შესანიშნავი საშუალებაა თირკმლებისა და შარდის ბუშტის ჯანმრთელობისთვისაც. ბალბა ასევე გამოირჩევა ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების სიმრავლით. შედეგად ბალბა ამაღლებს იმუნიტეტს და ქმნის ძლიერ ბარიერს ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ. ბალბა ნაზი საფაღარათო საშუალების სახითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. საკვები ბოჭკოების სიუხვის გამო ის მოქმედებს როგორც მსუბუქი ბუნებრივი საფაღარათო საშუალება, რადგან ხელს უწყობს ნაწლავის ჯანსაღ მოძრაობას, რაც თავის მხრივ საჭმლის მონელების მოწესრიგებულ რიტმს უზრუნველყოფს. ბალბა შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ კანის გაღიზიანების დასამშვიდებლად ან ჭრილობის შესახორცებლად. ის ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა და ამიტომ ძლიერი იარაღია ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ. თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარის საშუალებით ბალბა ინარჩუნებს უჯრედულ მთლიანობას და აფერხებს დაბერების თვალსაჩინო ნიშნებს. ალერგიების დროს ბალბა ერთ-ერთი კარგი დამხმარე მცენარეა, მასში შემავალი ნაერთები გვიცავს ალერგიული რეაქციებისგან, ამცირებს მის ინტენსივობას და ამსუბუქებს მათთან დაკავშირებულ სიმპტომებს. ბალბას ხშირად გამოიყენებენ თმის მოსავლელ ექსტრაქტებში, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები ერთნაირად უხდება თმისა და სკალპის ჯანმრთელობასაც. ბალბას ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები ვრცელდება თვალის ჯანმრთელობაზეც. ის ხშირად თვალის წვეთებში გამოიყენება. ასევე შეიძლება მშრალი და გაღიზიანებული თვალების შემთხვევაში თვალი ბალბის ნაყენით გამოირეცხოთ, რაც ეგრევე შვებას მოუგვრით. მოდით ახლა ბალბას რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებ. ბალბას ჩაი. ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. აქვს ნაზი და მამებელი ეფექტი ყელის და რესპირატორული სისტემის პრობლემების დროს. გარდა ამისა, ბალბა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო ჯანმრთელობას. დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ბალბას გამხმარი ფოთლები და ყვავილები. 150 მლ მდუღარე წყალი. თაფლი ან ლიმონი, სურვილისამებრ. გამხმარი ფოთლები და ყვავილები ფინჯანში მოათავსეთ, მდუღარე წყალი დაასხით და დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში დააყოვნეთ. გადაწურეთ. სურვილის შემთხვევაში შეგრილებულს დამატებითი არომატისა და ჯანმრთელობის სარგებლისთვის თაფლი ან ლიმონი დაამატეთ. სველებისა და გაღიზიანებული ყელის დროს დღეში 3 ჩიქა მიიღეთ. 12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდირებული არ არის. ბალბას ნაყენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებების, ხველების, ცისტიტების, ქოლეცისტიტის დროს, კონიუნქტივიტების, ჩირქოვანი ჭრილობების მოსაწმენდად.
ერთ სუფრის კოვს დაქუცმაცებულ ფოთოლს 200 მლ ცივი წყალი დაასხით, 5 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და ლუპებით 2-3 ჯერ დღეში დალიეთ. ბალბას წყალი. სვით წყლის მაგივრად ორგანიზმის გამახალისებლად, ბუნებრივი დეტოქსისათვის და ვიტამინების და მინერალების მისაღებად. შესანიშნავია ზაფხულის ცხელ დღეებში კანის დასატენიანებლადაც. დაგჭირდებათ ბალბას 1 მუჭა ნედლი ყვავილები და ფოთლები. 1 ლიტრი წყალი. კიტრის, ლიმონის ან კენკრის ნაჭრები, სურვილისამებრ არომატისთვის. კარგად გარეცხეთ ნედლი ყვავილები და ფოთლები და მინის ჭურჭელში მოათავსეთ. 1 ლიტრი წყალი დაასხით. თუ გსურთ არომატის და დამატებითი გემოსა და სარგებლისთვის კიტრის, ლიმონის ნაჭრები ან კენკრა დაამატეთ. მათ სივარში რამდენიმე საათის განმავლობაში ან მთელი ღამით გააჩერეთ, რათა ბალბას თვისებები წყალში გადავიდეს. მიირთვით ბალბას წყალი დღეზე გადანაწილებულად როგორც გამაგრილებელი და დამატენიანებელი სასმელი. ბალბა ლატე. დამამშვიდებელი ელექსირის ეფექტით. ამცირებს შფოთვებს და ხელს უწყობს ღრმა, ხარისხიან ძილს. დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი გამხმარი ბალბას ფოთლები და ყვავილები. 1 ჭიქა რძე. 1 ჩაის კოვზი თაფლი, სურვილისამებრ, სითბოსთვის. დაფქული დარიჩინი, სურვილისამებრ, არომატისთვის. რძე პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ, მაგრამ არა ადუღოთ. დაუმატეთ ბალბას გამხმარი ფოთლები და ყვავილები. ნარევი 5-10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. გადაწურეთ რძე და თუ გსურთ სითბოსთვის თაფლი დაუმატეთ და დამატებითი არომატისთვის დაფქული დარიჩინი ჩააყარეთ. ბალბას პირში სავლები ან ჭრილობების საფენების ნაკენი. პირის ხრუში გამოსავლებად და კომპრესებისათვის 2 ჩაის კოვს ბალბის ყვავილებს და ფოთლებს 200 მლ ცხელი წყალი დაასხით. 10-15 წუთის შემდეგ გადაწურეთ და საჭიროებისამებრ გამოიყენეთ. ბალბას კუნთების დამამშვიდებელი, სარელაქსაციო აბაზანა. ეხმარება კუნთების დაძაბულობის მოხსნას და სხეულის საერთო მოდუნებას მძიმე დღის შემდეგ. დაგჭირდებათ 1 მუჭა გამხმარი ბალბას ყვავილები და ფოთლები. 1 ჭიქა ეპსომის მარილი, იგივე ინგლისური მარილი. 5-10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი სურვილისამებრ. აბაზანაში გამხმარი ყვავილები და ეპსომის მარილი ჩაყარეთ. სურვილისამებრ დამატებითი დამამშვიდებელი ეფექტისთვის რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი დაუმატეთ. დამამშვიდებელ აბაზანაში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში დაისვენეთ, რაც ბალბას საშუალებას მისცემს თქვენი მოდუნება და კანის გამოყვება მოასწროს. ბალბას მკვებავი სახის ნიღაბი ამცირებს ანთებით პროცესებს და ხელს უწყობს კანის უჯრედების ბუნებრივ აღდგენას. აქვს გამაახალგაზრდავებელი და მკვებავი ეფექტი. დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი ბალბას გამხმარი დაფხვნილი ფოთლები. 1 სუფრის კოვზი მაწონი. 1 ჩაის კოვზი თაფლი. ჯამში ბალბას ფხვნილი მაწონს და თაფლს შეურიეთ და მიღებული ბალბას სახის ნიღაბი კარგად გაწმენდილ სახესა და კისერზე თანაბრად წაისვით. თვალის დელიკატური არე გამოტოვეთ. 15-20 წუთის განმავლობაში მოქმედება დააცადეთ. ნიღაბი თბილი წყლით ნაზად ჩამოიბანეთ და კანი შეიშრეთ. ბალბის თმის სავლები. აძლიერებს თმის ფოლიკულებს და ამშვიდებს თავის კანის ქავილს. აქვს ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტი. დაგჭირდებათ 1 მუჭა ახალი ბალბას ყვავილები და ფოთლები. 2 ჭიქა წყალი. ბალბას ყვავილებსა და ფოთლებს მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გააჩერეთ და თქვენთვის მისაღებ ტემპერატურამდე გაგრილება დააცადეთ. თმის შამპუნით დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ და კარგად შეიზილეთ. რამდენიმე წუთი გააჩერეთ და გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ბალბას სახის კანის ტონერი ეხმარება ფორების დახურვას. კანს ახალისებს და ელასტიურობას ანიჭებს. დაგჭირდებათ 1 მუჭა ახალი ბალბას ყვავილები და ფოთლები. ვარდის წყალი. ბალბას ახალი ყვავილები და ფოთლები სუფთა მინის ქილაში ჩაყარეთ და ვარდის წყლით დაფარეთ. ქილას თავი დაახურეთ და ნარევი გრილ, ბნელ ადგილას დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში გააჩერეთ, რომ ბალბას თვისებები სითხეში გადავიდეს. ტონერი სუფთა ბოთლში გადაწურეთ და საჭიროების დროს გაწმენდილ სახეზე ბამბის გამოყენებით წაისვით. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.